გავსინჯოთ ბათუმში ყველაზე ცნობილი საკონდიტროს ტკბილიულობები და რა ბათუმში მთლიან სოფლიოში იცნობენ მაგ საკონდიტროს. ესე იგი, აქ გვაქვს რა თქმა უნდა დუბაის შოკოლადი, ორი ულამაზესი ნამცხვარი და პავლოვა, რომელიც არის ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი ჩემი აზრით. საიდუმლოს გეტყვით და ალბათ მომკლავთ მაგის გამო, დონას ტკბილიულობებს ვსინჯავ პირველად. ანუ ამდენი წელი დავდივარ ბათუმში და დონას ტკბილიულობები არ მაქვს გასინჯული. ამ ფერებს შეხედეთ უბრალოდ და რა ლამაზია ღმერთ. თლიანად არის მუსი, ურბილესი, ფაფუკესი მუსია, მანგოს გემოთი, მანგო და ქოქოსი იდეალური შეხამებაა ღმერთო. შიგნით არის ცალკე ჯემი და სხვათა შორის ეს ჯემი ოდნავ მომჟავო გემოთი არის და მაგარი შეხამებაა ტკბილი და მჟავის. შემდეგი არის ეს მწვანე ოაზისი. არ ვიცი რისი გემო იქნება, შიგნით ეგ ზემოდან წითელი არის რაღაცა მიყრილი, ძალიან ფაფუკად გამოიყურება, ანუ თან თალებს როცა ეგრე ვამოძრავებ. ღმერთო, შიგნით არის ცოცხალი ჟოლო და გარედან არის ფისტის შოკოლადი. ჟოლოს გარდა კიდე შიგნით არის ძალიან ფაფუკი რაღაცა კრემისავით მუსი. ტკბილიულობა არის ერთი დიდი სიფაფუკე. და ბოლოს იქნება ჩვენი ულამაზესი პავლოვა. ეგრე მითხრეს რომ ეგრე მოკლედ ძალიან ლამაზად გამოიყურება. ზემოდან არის ცოცხალი ჟოლო ეგრევე. ძალიან მაინტერესებს და ცოტა მენა ნება-ჭამა ისეთი ლამაზია, მაგრამ ძალიან მაინტერესებს გემოც. შეხედეთ. თლიანად შიგნით არის კრემი. მოიდგინეთ აი ეს უსაყვარლესი პატარა ტორტი, ღირს რაღაც 7 ლარი. უგემრიელესი ტკბილიულობებია და უნდა გენახათ რეები იყო კიდე იქ, რა ლამაზი ტორტები, უდიდესი ტორტები. მოკლედ ფასი, ხარისხი, გემო, ყველაფერი შეესაბამება ერთმანეთს, და ფასი ზედმეტ დაბალია ჩემი აზრით ეგეთ გემოებთან შედარებით. დონა თქვენ ნამდვილად იმსახურებთ პირველობას.